მსოფლიო ბანკი საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჩატარდა ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამდღიანი სემინარები. მაგრამ ამავდროულად ბევრი ახალი მონაწილე შემოდის ჩვენ ლიცენზიებს გავცემთ ახალ ციფრულ ბანკებს, ასევე ახლა ორი ახალი მიკრობანკი შემოემატა ბაზარს, არიან არასაბანკო მოთამაშეები, როგორებიც არიან ვირტუალური აქტივების სერვისის მიმწოდებლები, ასევე საგადახდო სერვისის მიმწოდებლები და ჩვენი ამოცანა არის იმდაგვარად სრულყოთ ჩვენი რეგულაციები, რომ ყველასთვის იყოს თანაბარი შესაძლებლობა ბაზარზე. ღია ბანკინგის ჩარჩო, ციფრული ფინანსების ჩარჩო, სწრაფი გადახდის სისტემები და სხვა ექს-ანტე რეგულაციების მაგალითებია, რაც წაახალისებს კონკურენციას. ჩვენი ტექნიკური დახმარების მიზანია ეროვნულ ბანკს დავეხმაროთ რეგულაციებს უფრო სისტემურად მიუდგეს და გაითვალისწინოს წესებსა და რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებებისა თუ სიახლეების შესაძლოზე გავლენა. აღნიშნული პროექტი სამ ფაზად 18 თვის მანძილზე განხორციელდება. პირველი ფაზის განხორციელება სწორედ ახლა დაიწყო, რაც მოიცავს ვორქშოპისა და შეხვედრების ჩატარებას როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ასევე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. ვორქშოპის ფარგლებში მოხდა დეტალური ანალიტიკური მეთოდოლოგიის შეფუშება.